არასდროს არავის მოგებაზე და არავის წაგებაზე არ მაქვს კომენტარი გაკეთებული, ჩემ საკუთარ ბრძოლაზეც კი. მაგრამ რასაც ბოლო 2 დღის განმავლობაში ვხედავ ხომ, ილია თოფურიაძე რასაც წერთ, რომ ილია თოფურიამ გაკიდა ბრძოლა. ეს არის სირცხვილი პირდაპირ კეთვით და არ მომერიდება ამის თქმა. სირცხვილი არის პირველ რიგში ჩვენი, ქართველების ყველასი. და ვინმე რო თქვას პირობითად სხვა რომ ილია თოფურიამ ბრძოლა გაკიდა, პირველები თქვენ უნდა იყოთ, ვინც მას შეეწინააღმდეგება და როცა პირველი თქვენ იწყებთ ამ თემას, ხო, ეს არის სირცხვილი, რადგან ადამიანებმა შექმნეს ისტორია, რომელიც არასდროს აღარ განმეორდება და ჩემი თხოვნა იქნება ის, რომ ნუ გავაფასურებთ ამ ყველაფერს, ნუ გავაფასურებთ დიდ სპორტს, რადგან მე ვიცი რომ თქვენი კომფორტული დივნებიდან არ ჩანს ის ყველაფერი გზა, რა გზასაც ზოგადად სპორტსმენები გავდივართ და გაცილებით მარტივია მანდედან რაღაცის თქმა. მაგრამ დიდი სირცხვილია, როგორც უკვე გითხარით, არ შეიძლება რომ ასეთ რაღაცები ვისაუბროთ. ადამიანებზე ვინემაც შექმნეს ისტორია, ვინემაც მთელი ჩვენი ქვეყანა ხო მთელ მსოფლიოში აყვარეს. და არ ვიცი, მოკლედ გული მწყდება ასეთ რაღაცაზე, რომ თქვენთვის არის ორი მხარე უბრალოდ, ან მოგება, ან წაგება. თუ მოვიგებთ და შეტაგვიკრავთ პირობითად, თუ წავაგებთ, ბრძოლა გავყიდეთ, შესაბამისად არ ვიშრომეთ, შესაბამისად არ მოვინდომეთ, ასე არ არის. ყველას გვინდა მოგება, მაგრამ სპორტი არის და აქვს თავისი ბუნება, აქვს თავისი წესები და ამას გვერდს ვერ აუვით.